წარმოუდგენელი იყო, ანუ არც კი ისმინებოდა მინიმუმ 3 ხმაში ერთდროულად ყოველთვის მიდიოდა საუბარი, ხო? რამაც კიდევ ერთხელ გვაჩვენა ის ყველაფერი, რაზეც ძალიან დიდი ხანია საუბრობს სხვათა შორის, რომ არ ყავს პოლიტიკური სპექტრი, რომელიც პირველ რიგში ერთიანობისთვის და თანამშრომლობისთვის არის მზად. როდესაც ვამბობთ იმას, რომ ერთმანეთს თვითონ ამბობდნენ, აქ რომელიღაც მხარე აღარ მაქვს, რომ აუცილებელია დაიწყოს პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკური პროცესი როგორ უნდა დაიწყოს, პოლიტიკოსებს შორის დიალოგი თუ შეუძლებელია. და ეხლა რაც ვნახეთ, ზუსტად იგივე ხდება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ რაიმე შედეგამდე გავედით დღევანდელ დღემდე, აი ამ 11 თვის განმავლობაში, ეს შედეგი ყველაფერი მოიტანა იმ პროტესტმა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს უწყვეტად და აქ არიან ადამიანები, რომლებიც ამ პროტესტში აღარ იღებენ მონაწილეობას, ხო? და ვერც ხედავენ იმ გარემოებას, რაღაც თავს იმართლებენ რაღაც კონკრეტული მიზეზებით, რის გამოც ვეღარ მოდიან ამ პროტესტში, ხო? აქამდე თვითონ მეიყვანეს საკუთარი თავი ჯერ მანდედან დავიწყოთ. მეორე, პროტესტის მთავარი მოთხოვნა იყო ერთიანობა ყოველთვის და რჩება დღემდე. აი აქ მთავარი პოლიტიკური აქტორებს, ვინც უწოდებს საკუთარ თავს, ვერ ხედავს ერთმანეთთან გაერთიანების ვერანაირ მიზეზს, ვერ ხედავს დიალოგის ფორმატს და შესაბამისად პირველ რიგში საზოგადოების გამოძახილს ვერ აკმაყოფილებს. რამც გარკვეულმა ნაწილმა, რომელმაც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს და ძალიან დიდმა ნაწილმა საზოგადოების აშკარად დააფიქსირა საკუთარი ხედვა, რომ ბოიკოტს უცხადებს იმ არჩევნებს და იმ სისტემას, იმ სისტემით ჩატარებულ არჩევნებს, რომელიც დღეს ხელისუფალს ეძახის თავის თავს, ხო? და პირველ რიგში, როდესაც აი ამ ყველაფერზე მიდის საუბარი და ადამიანურ დონეზე უნდა დავუყანოთ ყველაფერი, ხო? ჩვენ ყავს ხელისუფალი ირაკლი კობახიძეზე მაქვს საუბარი, რომელიც არჩევნების მერე გამოდის და ამბობს, რომ მეც სიკეთეს მისცა ხმა და რამდენიმე დღის მერე გამოდის და ამბობს, რომ კი, მე მჯერა, რომ იქ არიან გულწრფელი ადამიანები, რომლებიც გულწრფელად აპროტესტებენ და ამის გამო დგანან რუსთაველზე, ამ ადამიანებს თან სულელს უწოდებს და თან ნულოვან თანაგრძნობას უცხადებს. რაც დღეს ხდება, თქვენც მაგიტო გაგეწეროთ ეთერი, რომ უამრავი დაჭერები მიდის, არ ვიცი, სახლებში უვარდებიან უკვე ადამიანებს და კიდევ ერთხელ დავწმუნდით იმაში, რომ ანუ რეალურად სისტემამ უკვე ყველაფრის უფლება მისცა საკუთარ თავს, ხო? და როდესაც ასეთ სისტემას, ასეთი სისტემის მიერ ჩატარებულ არჩევნებში შენ იღებ მონაწილეობას და ამაში გამარჯვების რაიმე, ანუ არ ვიცი, საზოგადოებას უმტკიცებ, რომ რაიმე გამარჯვების შესაძლებლობა გაქვს და არა ის, რომ რეალურად სისტემას ებრძოლო და იმ პროპაგანდას, რომელსაც შენს წინააღმდეგ იყენებს, ხო? შენ რეალურად საზოგადოებას ატყუებ, კიდევ ერთხელ იწვევ საზოგადოების დაშლას, კიდევ ერთხელ იწვევ იმ პროტესტის დანაწევრებას, რომელიც როგორღაც გაერთიანდა, ხო, 11 თვის წინ და კიდევ ერთხელ რაღაცა მიზეზებს იგონებ, რის გამოც ანუ თავისუფლებას აძლევ თქვა, რომ პროტესტზე გასვლა არ არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი, ან რაღაცა მიზეზები, რის გამოც ვერ გადის.